მეორე დღე აპარალიზებულია მარტვილის გამგეობა და საკრებულო ამჯერად ხმაური მარტვილში ნაციონალური დეპუტატების ჩასვლასაც მოყვა. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ, ასევე კორუფციასა და მიწების უკანონო გასხვისებაში. მეორე დღე აქცია ადმინისტრაციულ შენობასთან მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით მიმდინარეობს. გოროზიასა და დანელიას პოზიციების დასაცავად დღეს სამეგრელოში ნაციონალური დეპუტატები ჩავიდნენ, თუმცა შოთა მალაშხიას და კობას უბელიანს ხალხი ცოცხებით დახვდა. საპარლამენტო უმცირესობის გამოჩენას აქციაზე პროტესტი მოყვა. კობას უბელიანსა და შოთა მალაშხიას ადგილობრივებმა მარტვილის დატოვება მოსთხოვეს. საკრებულოს შენობასთან ცოცხი და ყოფილი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის ამსახველი ფოტოებიც გამოჩნდა. პროტესტი გამოიხატა გუშინდელი დღიდან, გრძელდება დღესაც და ეს გაგრძელდება პერმანენტულად და უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ხელი მოკიდონ თავიანთი პარტიის წარმომადგენლებს და უკანვე გაიწვიონ და შეუძლიათ რომ უკანვე წაიყვანონ. უმცირესობის წარმომადგენლები მარტვილში თანაგუნდელების მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. თავარი ჩვენი ქვეყნისთვის და საერთო საქმისთვის არის უკეთესი რომ შვიდობიანად არჩევნების გზით შეიცვალოს გამგებელიც, საკრებულოც